კიდაკით გვერდია ჩვენი და თქვენწარჩი და თქვენწორდა მეც მიუნდა ჩემს ბეტონის გზას ვაგებ რა ვერ ხვდები რაზე ხარ მისული ჩაწე კამერა რა მარგანეცი გადის გზასაკეთებთ რატო მიღებ ძმაო რაზე მუშაობ ჩვენ ხავს ამოყვანი მე რას მიღებ აქ ჟურნალისტი აბა ვინ არის პასუხისმგებელი არავინ არ პასუხისმგებელი რა შუაშია თქვენა კომპანია აკეთებს რომელი ჯიმი საფია მერის კომპანია მერის საგზაო არ მუშაობს არაფერი არ მუშაობს და გახედე უკან სახელმწიფო ეს მანქანა მე რატო დგას შემოსასვლელში რომ ისყალებ გას მანქანა იქ აღარ უნდა წავიდეს იმიტომ რომ მორჩენი კიდე ბეტონები რო გადაიაროს მანქანა გააფუჭებს გზას რა უნდა აქ ეზო უნდა გაკეთდეს აქ ეს ორდება მეტი არაფერი არა ჩვენ ინფორმაცია მოგივიდა მარგანეცი და დაგვენა ბატონო აბა რა არის ეს მარგანეცი რა ის მარგანეცი არის მიწა არის ხალბატონო ეს რა მარგანეცი არის და მარგანეცი არანაირ მარგანეცი არ არის ხალბატონო ის ბატონო ქარხანაში გამამდიდარი მიბძანდი და ამიღე ერთი მეტალი ავიღებ აქედან სიჩს მე ხოთი დაგიქცეთ რომ ეს არის მარგანეცი ბატონო აი ხარ ძალიან კარგი ბიჭები ხარ კარგი ბიჭები ხარ ძალიან თქვენი ცოშვილები დაამბურეთ და ჩვენი შვილები შივრა არც ეს არ უნდა გააკეთოთ არ უნდა გააკეთოთ დღეს ყველა მაღარველის ოჯახები შიმშილო არ უნდა გააკეთოთ ჩვენ ვართ ღია ომში ვართ დღეს უკვე ჭიათურა ჩათვლები გავხდით იძულებული გამოვიდეთ არაფერი არ უნდა გააკეთდეს რატო უნდა გავხდით რატო უნდა შევეპაროთ ჩვენ იღებ მარგალეთს დღეს ეკანა არაფერს არ ვიღებ აგერ ესეც გააჩერე მე გეუბნები ხო ხარ ჭიათურელი ხო ხარ ჭიათურელი ხარ ჭიათურელი ხო გიცნობ და მეც მიცნობ და აწილებული ვარ გააჩერე გეუბნები და წამოდი გამიგები აქცია და გვერდში ჩემთან 25-ის დასახლება ეს ტერიტორია ხარი ძალიან დიდი რაოდენობით მარგანეცი ყველაზე კარგი ხარისხის ნედლეული რაც მოიპოვება უმეტესობა არის აი ამ 25-ის ტერიტორიაზე და კოოპერატივები საერთოდ რო ზიდავენ მარგანეცს აი ჩვენ ნოფსე ვმუშაობთ იქ მძიმე ტექნიკის სარეცხებზე რო ვეკითხებით ამდენი მარგანეცი რო შემოდის ამდენი დატვირთული მანქანები და სინოტრუკები საიდან მოდიხართ 25 აგერაც აქაც ხდება ახლა უკვე ფაქტი აგერ არის რომ ვითომ ეზოს ამუშავებენ სინამდვილეში ხდება ნედლეულის ამოღება აგერ დასაწყობებული ნედლეულიც არის მარგანეცი არის დასაწყობებული და სავარაუდოდ კოოპერატორები წაიღებენ ამას შემდეგ და გაუკეთებენ რეალიზაციას სახე როგორ მოღმართოთ? ნატო ვარ მე. ხალბატონო, აი რით შევილი, აი რა დახმარება გჭირდება? რითი და ცოტა ხანს მოამუშავებ გამიმატე. არა, ჩვენ გასწორება მიდის, აქ არაფერი. რა სასწორებენ, აგერ გეუბნები ამოიღეთ მარგანეცი და მიდის მოსწორება ტერიტორიაზე. არა, უბრალოდ ახლა მარტლა ისე კარა. ნუ გადამიღე ვერსია. არა, თავს უჭირს უკვე ისე, რომ თავის საკუთარ სახლს უთხრის ძირს აკანა გვერდზე. ხო ხედავთ რა მდგომარეობაა. რომ შეიძლება ეს კორპუსი ახლა მართალი არავინ ცხოვრობს, მაგრამ ჩამოინგრეს და ეს კორპუსიც დააზიანოს. სრულიად შესაძლებელია ეს, მაგრამ უჭირს ხალხს, შეხედეთ ახლა რანაირი ბინებია და როგორ სახლებში ცხოვრობენ ხალხი. ეს გაჭირვების არის, ეს დალხინების არ არის აქ რაც ხდება. ესენი ახლა ამას კაპიკებზე მიყიდიან კოოპერატორებს, იმიტომ რომ კოოპერატორები ამ წუთში აკრძალული აქვთ მუშაობა და არ უნდა იმუშაონ წესით, იმიტომ რომ ქალაქს აქვს ძალიან დიდი კრიზისი და ასეთ სიტუაციაში არიან მაღაროელები და გაჩერდა წარმოება მთლიანად და აი ამის ფონზე ესენი ახლა კუსტარულად ასე ამუშავებენ ადგილობრივებს და იყიდიან ამათგან მერე იეფაშებში რა თქმა უნდა ამას ნედლეულს და შემდეგ თვითონ გაუკეთებენ რეალიზაციას. ეს არის მომავალი მუშაობის გეგმა ზუსტად აი ასეთი პროცესით უნდა გაგრძელდეს ღია კარიერული წესით დამუშავება და ამოღება მადნის და შემდეგ რეალიზაცია. აი ეს არის, აი ასეთი, აი რა ფონიც არის ახლა, ნახეთ რანაირი სიტუაცია არის. როგორი რელიეფი არის, დაზიანებული ინფრასტრუქტურა სულ საერთოდ და არ ვიცი, ეკოლოგია და გარემო რა მდგომარეობაშია კი ხედავთ. აგერ დასაწყობებული კი. აი ეკეთ გვერდზე, ნახეთ.